ქრისტე აღდგა. გადავშალოთ ბიბლია. მეოთხე მეფეთა მეექვსე თავი. პირველი 7 მუხლი. და უთხრეს წინასწარმეტყველთა ძედ ელისეს, აჰა ვიწროა ჩვენთვის ეს ადგილი, სადაც შენს წინაშე ცხოვრობთ. იორდანეზე ჩავალთ. თითო მორს ავიღებთ იქიდან და ავიშენებთ იქ სადგომს საცხოვრებლად. და თქვა, ჩადით. და თქვა ერთმა, იქნებ მიიღო წყალობა და შენ წამოყვე შენს მსახურ. და თქვა, წამოყვებით. და წაყვა მათ და ჩავიდნენ იორდანეზე და შეუდგნენ ხის ჭრას. ძირს დასცა ერთმა მორი და წყალში ჩაუვარდა ცული და იყვირა, ვაი ბატონო, ნათხოვარი იყო. და თქვა ღვთისკაცმა, სად ჩავარდა? და უჩვენა ადგილი და მოჭრა ნაფოტი, ისროლა იქითკენ და ამოტივტივდა ცული. და თქვა, ამოიღე. და მანაც გაიწოდა ხელი და აიღო. ეს არის უფლის სიტყვა. ვიოცოთ. ღმერთო, მადლობა შენი სიტყვისთვის, რომელშიც გვაქვს ნათელი და ღვთაებრივი ნების გაცხადება. შენი სულიწმიდის მადლით შეგვეწიე, რათა ჩავწვდეთ შენს ჭეშმარიტებას, გაგვაგონე შენი ხმა შენს სიტყვაში. მოგვანიჭერ რწმენა ქრისტეს მიმართ. რათა ამ რწმენით დავიმკვიდროთ საუკუნო სიცოცხლე და ვაუწყოთ ის სამყაროს უშიშრად. იესო ქრისტეს მიერ გევედრებით. ამინ. ყოფილა თუ არა თქვენ შემთხვევაში მსგავსი რამ, როდესაც ვიღაცისგან ითხოვეთ ნივთი და ან დაკარგეთ, ან დააზიანეთ. ამ პირიქით თქვენგან ვიღაცამ ითხოვა ნივთი და სამწუხაროდ დაეკარგა, ან დააზიანა. ყოფილა ვინმე ცხოვრებაში ესეთი რამ? ყველას ცხოვრებაში. აი მსგავსი რამ არის აღწერილი ჩვენს ტექსტში. ერთ-ერთ პიროვნებას დაეკარგა სამშენებლო ინსტრუმენტი და ეს ინსტრუმენტი მას ნასესხები ჰქონდა, მისი არ იყო. ამ ამბავის წაკითხვისას შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს ეჭვი ბიბლიის ღვთაებრივი წარმომავლობის შესახებ. როგორ შეიძლება ისეთ წიგნში, როგორიც არის ბიბლია, რომელიც უნდა ლაპარაკობდეს ღმერთზე, ანგელოსებზე, ზეცაზე, ჯოჯოხეთზე, ცოდვების მიტევებაზე, მოთხრობილი ამბავი სამშენებლო ინსტრუმენტზე, სახლის შენობაზე, ნივთის დაკარგვაზე, ნივთის პოვნაზე. როგორ შეიძლება ისეთ ამაღლებულ და სულიერ წიგნში, როგორიც არის ბიბლია, ასეთი უმნიშვნელო ყოფიერი, ჩვეულებრივი ადამიანური რამ იყოს მოთხრობილი. ან ვის აინტერესებს საერთოდ ვის რა დაეკარგა? ოდესღაც, სადღაც. როგორ შეიძლება ეს ამბავი იყოს მოთხრობილი საღვთო წერილში? მაგრამ ხომიცით გამოთქმა, როდესაც არის ლაპარაკი რაღაცის შესახებ და გვესმის წიანდადება, ყველაფერი რაც მაგრამის წინ არის, დაივიწყეთ. როცა ადამიანი ლაპარაკობს და მერე ამბობს, მაგრამ აი მაგრამის წინ რაც არის, უნდა დაივიწყო და მოусმინო რაც არის მაგრამის შემდეგ. მაგალითად, როცა გეუბნებიან, მე ვიცი რა კარგი ხარ შენ, მე ვიცი რამდენ რამეს მიაღწიე, მე ვიცი რა წარმატებული ხარ, მაგრამ აი ყველაფერი რაც ითქვა, უნდა დაივიწყო და მოусმინო რა არის მაგრამის შემდეგ. იმიტომ რომ მაგრამი ყველაფერს ფარავს.
ასე რომ რაც მე ვთქვი, რომ ბიბლიაში შეიძლება ასეთი ჩვეულებრივი ყოფიერი ამბავი იყოს მოთხრობილი, მაგრამ როგორც ამბობს ცნობილი პროფესორი ჯორჯ ლედი, ბიბლია არის ღვთის სიტყვა, გადმოცემული ადამიანების სიტყვებით ისტორიაში. ეს ძალიან ლაკონური, მოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი განმარტებაა ბიბლიის შესახებ. მიაქცეთ ყურადღება ამ განმარტებას. ბიბლია ეს არის ღვთის სიტყვა, ოღონდ გადმოცემული ადამიანების სიტყვით, ადამიანური სიტყვით, ადამიანის სიტყვით ისტორიაში. რას ნიშნავს ეს? ბიბლია ერთბაშად არ ჩამოსულა ზეციდან. 66 წიგნი, რომელთა კრებული წარმოადგენს ბიბლიას, ერთბაშად, ერთდროულად არ ჩამოსულა ზეციდან და არ გაჩენილა ამ ქვეყანაზე. გარდა ამისა, ბიბლია იწერებოდა ისტორიაში, დროის განმავლობაში და ის მოგვეცა ჩვენ არა ჩვენთვის გაუგებარი სიტყვებით, არამედ ადამიანის სიტყვებით. წარმოიდგინეთ ერთი წუთი, რომ ღვთის სიტყვა ჩვენ გაგვეგო არა ადამიანური სიტყვებით. რა იმის გავიგებდით? ჩვენთვის იქნებოდა ეს ქმედითი, იქნებოდა ეს სასარგებლო, ჩავწვდებოდით ღვთისნებას, რა თქმა უნდა, ვერა. შეუძლებელია. მაგრამ ღმერთმა თავისი სიტყვა არა ჩვენთვის მიუწვდომელი, გაუგებარი სახით მოგვაწოდა, არამედ ადამიანის სიტყვებით მოგვაწოდა. მაგრამ ეს სიტყვები გაჩნდა ისტორიაში, ანუ კონკრეტულ ვითარებაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია დავსვათ მართლზომიერი შეკითხვა. შეიძლება თუ არა ეს ამბავი, აი ეს ტექსტი საღვთო წერილის, ეს ნაწყვეტი, ეს ფრაგმენტი, როგორც გნებავთ, რა იმეს გვასწავლიდეს ჩვენ დღეს. შეიძლება თუ არა გვასწავლიდეს. ვიღაცამ საღაცა ოდესღაც დაკარგა ცული, რომელიც შემდეგ იპოვა. აი ეს არის მოკლე შინაარსი ჩვენი წაკითხული ამბავისა. ვიღაცამ საღაცა ოდესღაც დაკარგა ცული, სამშენებლო ინსტრუმენტი, როდესაც აშენებდა სახლს და დაკარგული ნივთი სასწაულებრივად ნახა. აი ეს არის მთელი შინაარსი ჩვენი წაკითხული ტექსტისა. კითხვა ასეთია, შეიძლება თუ არა ეს ამბავი გვასწავლიდეს. მოდით თავად ბიბლიას მოусმინოთ, შეიძლება თუ არა გვასწავლიდეს. მოდით თავად ბიბლიას მოусმინოთ, რისთვის არის ეს ტექსტი ჩვენთვის მოცემული. აი რას ამბობს თავად ბიბლია. ციტირებ წმინდა პავლე მოციქულს. რადგან ყოველივე, რაც წინა დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა. თუ გნებავთ, ზუსტი ადგილი ეს არის რომელთა მიმართ ეპისტოლე, მე-15 თავი, მე-4 მუხლი. ეს არის გასაღები, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ ნებისმიერ ტექსტს ბიბლიაში, თუნდაც ძალიან უცნაურს და განყენებულს ჩვენგან, თითქოს ჩვენთან არანაირ შემხებლობაში არსებობს. შეიძლება თუ არა გვასწავლიდეს. წმინდა მოციქული ასეთ გასაღებს გვთავაზობს. ასეთ მიდგომას, დიახ, ეს დაწერილია ჩვენთვის, სასწავლებლად. აი ეს ამბავიც ვიღაცას ოდესღაც რაღაცის კეთების დროს რაღაცა დაეკარგა და შემდეგ სასწაულებრივად ნახა. გადავთ ერთ წინადადებაში მთელი ჩვენი ეს ამბავი, რაც წავიკითხეთ. რატომ არის ეს დაწერილი საერთოდ? რატომ არის ეს ბიბლიაში?
თურმე დაწერილი არის ჩვენთვის სასწავლებლად. და როდესაც ვაპარაკობ ჩვენთვის, იგულისხმება ყველა დროის, ყველა ეპოქის ადამიანი, ვინც კითხულობს ამ ამბავს. კარგით, წავიდიოთ წინ. ეს ამბავი არის ბიბლიაში, ეს ამბავი დაწერილია ჩვენთვის, დაწერილია ჩვენ სასწავლებლად. ახლა შემდეგი შეკითხვა, რომელიც ლოგიკურად მოსდევს ნათქვამს. რას გვასწავლის? ჯერ ხო თქვით და დავამტკიცეთ, რომ გვასწავლის. რას გვასწავლის? რას გვასწავლის ეს ამბავი ჩვენ? რას გვასწავლის საღვთო წერილის ეს ტექსტი ჩვენ? იმისათვის რომ გავცეთ პასუხი ამ შეკითხვას, მოდით განვიხილოთ ეს ამბავი სამი მხრიდან, სამგვარად, სამნაირად. ჩემთან ახართ მომყვებით აზრებში. პირველი, რას გვასწავლის ეს ამბავი ჩვენთან, ჩვენ საქციელთან მიმართებაში, ადამიანთან მიმართებაში. მეორე, რას გვასწავლის ეს ამბავი, ეს ტექსტი ღმერთის მოქმედებებთან მიმართებაში, ღმერთთან მიმართებაში. და მესამე, რას გვასწავლის ეს ამბავი, ეს ტექსტი ქრისტეში გამოსყიდვასთან მიმართებაში. ქრისტეს გამოსყიდვასთან მიმართებაში. სამგვარი დანახვა ამ ამბავისა, სამი მხრიდან. რათა ჩვენ მივიღოთ მოძღვრება, სწავლება წაკითხული ტექსტიდან. რას ამბობს ეს ტექსტი ჩვენზე, რას ამბობს ეს ტექსტი ღმერთზე, რას ამბობს ეს ტექსტი ქრისტეში გამოსყიდვაზე. პირველ წაკითხვას ქვია ანთროპოცენტრული წაკითხვა. არ შეგეშინდეთ ამ ტერმინს, აქ არაფერი არ არის რთული. ანთროპოს ბერძნულად ნიშნავს ადამიანს. ეს არის ანთროპოცენტრული წაკითხვა. რას გვასწავლის ეს ტექსტი ჩვენ საქციელთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოვიქცეთ? მეორე წაკითხვას ქვია თეოცენტრული. თეოს ბერძნულად ნიშნავს ღმერთს. რას გვეუბნება ეს ტექსტი ღმერთზე? რას აკეთებს ის? და მესამე წაკითხვა არის ქრისტეცენტრული. ეს ყველაზე იოლია ქრისტე. ქრისტეცენტრული, ანუ რას ამბობს ეს ტექსტი ქრისტეში ჩვენს გამოსყიდვაზე. სამგვარი წაკითხვა, ანთროპოცენტრული, თეოცენტრული და ქრისტეცენტრული. მოდით დავიწყოთ პირველით. რას გვასწავლის ეს ამბავი ჩვენ საქციელთან მიმართებაში? შეიძლება ძალიან ბევრ რამეს, მაგრამ მე მხოლოდ ორ რამეს აღვნიშნავ. მხოლოდ ორს, თუმცა არის ორზე მეტი, მაგრამ დღეს არ ვისაუბრებთ ამაზე. პირველი. პირველი, რასაც გვასწავლის, არის ის პრაქტიკული გაკვეთილი, რომ კარგია და სასარგებლოა რჩევის თხოვნა, შეკითხვა. შეხედეთ, როგორ დაიწყო ყველაფერი. და უთხრეს წინასწარმეტყველთა ძედ ელისეს, აჰა და ასე შემდეგ. იორდანეზე ჩავალთ, ასე შემდეგ და თქვა, ჩადით. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, ისინი მივიდნენ რჩევისათვის ელისესთან, რომ ეკითხათ, ჩვენ გვაქვს სურვილი ავაშენოთ სახლი, სადგომი, რა სიტყვი? მათ სურდათ მოესმინათ პასუხი წინასწარმეტყველისგან. საინტერესო იცით რა არის? ისინი არ მივიდნენ შეკითხვით, აბა მოგვიყევი ღმერთზე, მოგვიყევი ანგელოსებზე, საუკუნო სიცოცხლეზე. ჩვეულებრივი, ყოფიერი საკითხია. აჰა, ვიწროა ჩვენთვის ეს ადგილი. ანუ სადაც ცხოვრობდნენ. იორდანეზე ჩავალთ, ანუ აირჩიეს ადგილი. და თითო მორს ავიღებთ იქიდან და ავიშენებთ იქ სადგომს საცხოვრებლად. კარგი იდეა თუ არა?
კარგია თუ არა საერთოდ რჩევის კითხვა. თუ ცუდია. სიბრძნის წიგნი გვასწავლის, რაც უფრო მეტი მრჩეველია, რაც უფრო მეტი რჩევა, უფრო მეტი წარმატება აქვს საქმეს. ზოგს არ უყვარს რჩევის კითხვა. ზოგმა ყველაფერი ისედაც იცის წინასწარ. ზოგს ეთაკილება კითხოს ვინმეს რაღაც. ხონაცნობი თემაა. ეს ტექსტი გვასწავლის, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს საკმარისი თავმდაბლობა და სიბრძნე, თავმდაბლობა და სიბრძნე. კითხოთ რჩევა. ნუ გვეგონება, რომ ყოველთვის ყველაფერი კარგად ვიცით, მაშინაც კი, როდესაც ვიცით. რჩევით არაფერი არ დაშავდება. ისინი მივიდნენ და შეეკითხეს. რა თქმა უნდა ვიცოდეთ, ვის ვკითხოთ რჩევა. მინდა გითხრათ, რომ არცად არ წერია ელისემ დაამთავრა სამშენებლო ფაკულტეტი ან არქიტექტურა. ელისე იყო პროფესიონალი წინასწარმეტყველი. მაგრამ ეკითხებიან, ასეთი იდეა გვაქვს. ადგილი ავარჩიეთ, რას ფიქრობ, ავაშენოთ იქ სახლი თუ არა? ელისე პასუხობს, წადით, კარგი იდეაა. ანუ ჩვენ ვხედავთ ბჭობის პროცესს, ისინი ბჭობენ ერთმანეთში. აქ არ არის თავკერძოება, ამპარტავნება, არ არის დომინირება, ბრძანებლობა, არამედ არის თემური გარჩევა, ცხოვრება, ყოფა. ადამიანები ერთმანეთს ეკითხებიან. ადამიანები ღებულობენ რჩევას. და მეორე, რაც შეიძლება ვისწავლოთ ჩვენ საქციელთან მიმართებაში ამ ტექსტიდან. კარგია ყოველთვის კარგი ადამიანი დაიმგზავრო საქმეში. შეხედეთ მეორე რა წინადადებით მიმართა ერთმა წინასწარმეტყველმა, ან წინასწარმეტყველთა ძეთაგან. და თქვა ერთმა, იქნებ მიიღო წყალობა და შენ წამოყვე შენს მსახურთ. თქვენ იცით ამ ისტორიის ბოლო, რომ არა ელისე დაკარგულ ნივთს ვერავინ ვეღარ იპოვნიდა. ახლა გეკითხებით, ბრძნული გადაწყვეტილება იყო თუ არა, რომ სთხოვეს ელისეს მათთან ერთად წასულიყო? კი თუ არა? რა შეიძლება აქედან გამოვიტანოთ, რა დასკვნა, რა დარიგება? არ დაგავიწყდეთ, ჩვენ ვკითხულობთ ანთროპოცენტრულად ჯერ ამ ტექსტს. ანუ რას გვასწავლის ეს ტექსტი ჩვენ საქციელთან მიმართებაში, როგორ შეიძლება მოვიქცეთ უკეთესად, კარგად. ერთი, რომ არასოდეს არ უნდა ვთაკილობდეთ რჩევას, რჩევის კითხვას, რჩევის მიღებას. და ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად, თუ შეგვიძლია რჩევა მივცეთ ადამიანს. თუ რა თქმა უნდა, მას სურს ჩვენი რჩევის გაგონება. და მეორე, ყოველთვის საჭიროა გამოვიჩინოთ სიბრძნე, საჭირო ადამიანებთან ვაკეთოთ საქმე. შენებლობა დაიწყეს საჭირო ადამიანთან. რომ არა ელისე, ეს ამბავი ისე არ დამთავრდებოდა, როგორც დამთავრდა. მაგრამ ყოჩახ, ალბათ ამ საქმის შემდეგ ყველა გაოცებული დარჩებოდა აი ამ პიროვნების გამო, რომელმაც თხოვა. ან შეიძლება ეს იყო ერთობლივი თხოვნა, რომელიც ამ ერთმა კაცმა გამოხატა. ასეა თუ ისე, ფაქტი რჩება ფაქტად. ელისეს იქ ყოფნა იყო სასარგებლო. სასარგებლო იქნება ჩვენთვის ყოველთვის საჭირო ადამიანთან. გნებავთ ღვთისმოშიშ ადამიანთან, პატიოსან ადამიანთან, ბრძენ ადამიანთან ყოფნა, საქმის დაჭერა. გაიხსენეთ ქარიშხალი გემზე. მე ვგულისხმობ მოციქულთა საქმეების 27 თავს. წმინდა პავლე მოციქული, როგორც პატიმარი ბადრაგის თანდასწრებით მიყავთ რომში გასასამართლებლად. კეისრის წინაშე უნდა გასამართლდეს დიდი მოციქული. ის უკვე პატიმრად არის ქცეული. და ერთ ნავსაყუდელში, ერთ პორტში ის იძლევა რჩევას. ის თავად არის პატიმარი, მიჩენილი ყავს ასისთავის სახელად იულიუსი, გაგახსენდათ ეს ამბავი.
და იულისი იყო ძალიან კაცთმოყვარე, ასე წერია მოციქულთა საქმეებში. კარგად ექცეოდა წმინდა პავლეს, რომაელი იყო. მისი სახელიც არის მოხსენებული საქმეთა წიგნში, ამიცული წმინდამ დააფასა ეს წარმართი ადამიანი, იმიტომ რომ პატიმარ პავლეს განსაკუთრებით კარგად ექცეოდა. და აი, ნავსაყუდელში შედგა ბჭობა. გავეშუროთ თუ არა, გავემგზავროთ თუ არა. და ყველამ გადაწყვიტა გამგზავრება, გარდა ერთი ადამიანისა, წმინდა პავლესი. წმინდა მოციქულმა თქვა, არ არის. მე ვფიქრობ, რომ არ არის ჩვენი მგზავრობა ამჟამად კარგი, უნდა დაველოდოთ სხვა მომენტს. მაგრამ იულიუსი უფრო უჯერებდა, ასე წერია, ხომალდის მესაკუთრეს და მესაჭეს. ანუ კაპიტანის და მესაკუთრის ავტორიტეტი მისთვის უფრო დიდი იყო და პატიმარი, ებრაელი, იუდეველი პავლესი არა. თქვენ იცით მე რა ხდება. ვინ აღმოჩნდა მართალი? მე არცად არ ვიცი და არ წამიკითხავს, რომ წმინდა პავლეს ჰქონდა პროფესიონალური განათლება, როგორ მართოს გემი, ნავიგაციაში და ასე შემდეგ. მაგრამ ელისეს მსგავსად ის იყო ღვთისკაცი, მასში იყო სულიწმინდა. და კიდევ კარგი, წარმართები ასე იტყოდნენ, რომ ბედმა გაუღიმა ყველას. რა თქმა უნდა, არანაირი ბედი არ არსებობს და არანაირი შემთხვევა არ არსებობს. მაგრამ ასე იტყვიან წარმართები, ბედმა გაუღიმა, რომ იქ იმ გემზე აღმოჩნდა წმინდა პავლე მოციქული. რატომ გაუღიმა? გახსენდებათ ეს ისტორია. რატომ გადარჩა 275 კაცი? სულ იყო, ასე წერია, ლუკა ასე ამბობს, სულ იყავითო 276. პავლეს გამოკლებით რამდენი იყვნენ? ახლა შევამოწმებთ თუ მომყვებით აზრებში. პავლეს გამოკლებით რამდენი ადამიანი იყო? 200? დიახ, იმიტომ რომ 276 მინუს 1 არის 275. 275 ადამიანი რატომ გადარჩა? ყველა გადარჩა. გემი დაიმსხვრა, დაილეცა. ყველა გადარჩა. რატო? მიზეზი წერია, არა იმიტომ რომ იულიუსი იყო ასის თავი. კაცთმოყვარე. არამედ ასეთი სიტყვა უთხრა ღმერთმა ანგელოსის სპირით პავლეს. პავლე, შენ გაქვს მისია, შენ უნდა წარდგე კეისრის წინაშე, იქ უნდა დაამოწმო ქრისტეზე, ამიტომ მე მოგმადლე ყველა ადამიანი. ყველა ეს ადამიანი მოგმადლე შენ. შენ რომ არა, ყველა მოკვდებოდა. გესმით? რა კარგია თვითრინავში მგზავრობდი ასეთ ადამიანთან. ან მანქანაში მგზავრობდი, ან სადმე მგზავრობდი, ან ცხოვრებაში მგზავრობდი ასეთ ადამიანთან. ასეთ ადამიანთან მგზავრობა ცხოვრებაში. ეს ტექსტი გვასწავლის, რომ ჩვენ უნდა ავარჩიოთ ვისთან ადამიანი, ვისთან ვიჭერთ საქმეს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ქორწინება, ეს იქნება ბიზნესი, ეს იქნება მსახურება ეკლესიაში, ნებისმიერი. თქვენ იცით, რომ იესო ქრისტე წყვილ-წყვილად ამგზავრებდა ადამიანებს მისიის შესასრულებლად. ორს ერთ. რა კარგია, რომ წინასწარმეტყველთა ძეებმა აირჩიეს ელისე და უთხრეს, იქნებ წამოხვიდე ჩვენთან და იქნებ იყო. არა მგონია ხარ, რომ ელისეს შეეძლო ჩაქუჩის დაჭერა და რაღაცის გაკეთება, იმიტომ რომ პროფესიონალი შენებელი იყო. ჩვენ ვიცით, რომ ის იყო პროფესიონალი მიწათმოქმედი. ყოველ შემთხვევისათვის ელისეს ბიბლიაში პირველად აი ამ სამუშაოში ვხედავთ. როდესაც ელია მოდის მასთან, ის ხნავს მიწას, ის იყო მიწათმოქმედი. შეიძლება მშენებელიც იყო, არ ვიცი, მაგრამ არ ამგონია, რომ ელისეს თხოვეს წამოსვლა, იმიტომ რომ მშენებელი იყო და აკლდათ მომუშავე ხელები. არ ამგონია. მაგრამ მათ უნდოდათ, რომ ელისე მათ გვერდზე ყოფილიყო. უბრალოდ უნდოდათ. მათ სიახლოვეში ყოფილიყო ისეთი კაცი, როგორიც იყო ელისე. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვისთან ვიჭერთ საქმეს. ეს ნიშნავს იმას, რომ აქ არის სიბრძნე. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ავირჩიოთ სათანადო ადამიანი ჩვენს გზაზე.
კარგით. თქვენ შეგიძლიათ უფრო მეტი ამოიკითხოთ, რაც გვასწავლის ეს ტექსტი ადამიანურ ჩვენს ქცევასთან დაკავშირებით. ორი უკვე ჩვენ დავასახელეთ, ეს არის რჩევა, ეს არის პარტნიორის არჩევა. რას გვასწავლის ეს ტექსტი ღმერთთან მიმართებაში, ღმერთის საქმეებთან მიმართებაში? ამ ტექსტში საერთოდ სიტყვა ღმერთი არის ნახსენები? აბა ჩახედეთ და დამიდასტურეთ. სიტყვა ღმერთი საერთოდ ნახსენები არის თუ არა? ერთადერთხელ წერია ღვთისკაცი ელისეზე. თუ ამას ჩათვლით რომ ნახსენებია, კარგით მე-6 მუხში. აი ღვთისკაცის გარდა ცალკე ღმერთი სიტყვა არის ამ ტექსტში თუ არა? ამ 6 მუხში. არა. მაგრამ არის ღმერთი აქ თუ არა? რომელი წიგნია ბიბლიაში, სადაც ერთხელ ტექსტში კი არა, ნაწყვეტში კი არა, მთელ წიგნში ღმერთი ერთხელაც არ არის ნახსენები? რომელი წიგნია მთელს ბიბლიაში არის ერთი წიგნი, სადაც ღმერთი საერთოდ ნახსენები არ არის, არადა ეს არის წიგნი ღვთის შესახებ, ღმერთზე, ღვთის შთაგონები დაწერილი, მაგრამ ღმერთზე ერთი სიტყვაც არ არის. ყოველ შემთხვევისათვის დედანში. ბერძნულ თარგმანში ერთადერთხელ არის, ღმერთმა მისცა ძილიო, მაგრამ დედანში ერთხელაც კი არ არის ღმერთი ნახსენები. რომელი წიგნია ეს? ესთერი. დიახ. არის თუ არა ესთერის წიგნში ღმერთზე ლაპარაკი? რა თქმა უნდა არის, შეიძლება ითქვას ყველაზე უფრო შთამბეჭდავად. ღმერთმა მოახდინა იმისთანა გადარჩენა თავისი ერისა, იმისთანა საშიშროებისაგან, რომელიც არასოდეს ისტორიაში ისრაელიანებს არ ქონიათ, არასოდეს. იმიტომ რომ მთელი ერი ამოწყდებოდა. არა ისე როგორც ფაშისტებმა ამოწყვიტეს, გაანადგურეს დიდი რაოდენობით, მაგრამ მაინც დარჩნენ, ხომ ასია? აი საშიშროება, რომელიც ესთერის წიგნშია მოცემული, იყო იმგვარი, რომ განკარგულება, ბრძანება იყო გაცემული მეფისაგან, რომ ყველა აბსოლუტურად განადგურებულიყვნენ. სხვაგან ებრაელები არცად არ ცხოვრობდნენ, მხოლოდ ამ იმპერიაში. ფაშისტების დროს ებრაელები სხვაგანაც ცხოვრობდნენ და გადარჩებოდნენ კიდევაც და გადარჩნენ. ეხლა წარმოიდგინეთ მასშტაბი გადარჩენისა. და ესთერის წიგნი მოგვითხრობს ღმერთმა რა გააკეთა, რა უყო თავის ერს, გადაარჩინა აბსოლუტური განადგურებისაგან. იმისათვის რომ ქრისტე გაჩენილიყო. არა მარტო ამიტომ, მაგრამ ეს მიზანი არის აგრეთვე მთავარი. იმიტომ რომ ქრისტე უნდა გაჩენილიყო ამ ერში. ხო და ახლა დავუკავშიროთ ჩვენი ნაწყვეტი, სადაც ღმერთი ერთხელ არ არის ნახსენები, მთელ წიგნს, სადაც აგრეთვე ღმერთი არ არის ნახსენები, მაგრამ მე მინდა ხაზგასმით თქვა, ამ ნაწყვეტში ღმერთზე არის ლაპარაკი. არის ლაპარაკი. რა თქმა უნდა არის, იმიტომ რომ ეს ღვთის სიტყვა შეუძლებელია მაშინაც კი, როდესაც ღმერთზე არ არის ლაპარაკი. ღმერთზე არის ლაპარაკი. ყველაზე უფრო ხმამაღლა სიტყვები ლაპარაკობენ თუ საქმეები? დღეს მითხრა, დათო მითხრა მგონი, ხო ეს? დათო, შენ მითხარი. საქმეები. შეიძლება არც არაფერი არ ილაპარაკო. შეიძლება შენი თავი გააცნო, მე ვარ ქრისტიანი, მე ვარ პასტორი, მე ვარ ის, მე ვარ ეს, მე ვარ მორწმუნეების შვილი, მე ამდენი ხანი დავდივარ ეკლესიაში და ასე შემდეგ. და შეიძლება არაფერი არ თქვა. მაგრამ იყო ასეთი. მე იმის თქმა მსურს, რომ ამ ტექსტში არის ღმერთი. სად არის ღმერთი? როგორ ჩანს ღმერთი? აი როგორ. ეს ტექსტი გვეუბნება, რომ ღმერთი არის არა მარტო დიდი ამბების ღმერთი, არამედ წვრილმანების ღმერთიც. გესმით თქვენ თუ არა? ღმერთი, რომელმაც შექმნა ცა და ქვეყანა, მზე, მთვარე, ვარსკვლავები, სამყაროები, გალაქტიკები. წარმოიდგინეთ, მარტო ჩვენი პლანეტა რა უსუსური სიმცირეა სამყაროსთვის. ამ პლანეტაზე ადამიანი რა პატარა და რაღაც ერთი ინსტრუმენტი ცული, რომელზეც ზრუნავს ღმერთი. ღმერთი, რომელიც ზრუნავს ერთი ადამიანის ბედზე, რომელმაც ისესხა, ინათხოვრა ნივთი და დაეკარგა ნივთი. ღმერთი, რომელიც ზრუნავს ანგელოზებზე, მთავარ ანგელოზებზე, მზეზე, მთვარეზე, ვარსკვლავებზე,
ჩვეულებრივი ენით რომ ვთქვა, ღმერთი, რომელიც დაკავებულია დიდი საქმეებით. დიდი საქმეებით. თითქოს არ უნდა აინტერესებდეს წვრილმანები, მაგრამ შეხედეთ, როგორ აინტერესებს წვრილმანები. ის ფიქრობს ერთი კაცის დაკარგულ ნივთზე. არ გვრის ეს ამბავი თქვენ ღვთისადმი სიყვარულს. ღმერთი, დიდი ამბების, დიდი საქმეების ღმერთი, რომელმაც გაყო ზღვა, რომელმაც გაათავისუფლა მთელი ერი, გამოიყვანა, გამოისყიდა. ღმერთი, რომელიც დაკავებულია გრანდიოზული საქმეებით, პროექტებით, ეშვება ისეთ წვრილმანზე, წვრილმანამდე, ისეთ უმნიშვნელო ამბავამდე, რომ ზრუნავს ადამიანის დაკარგულ ნივთზე და უბრუნებს მას ამ ნივთს. ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ, ღმერთი დიდია, ღმერთი დიდია. ღმერთს თუ აინტერესებს ისეთი წვრილმანები, როგორიც არის ეს თუ ის, აინტერესებს. აი შეხედეთ, როგორ ალაპარაკებს სერვანტესი დონ კიხოტს. რას ეუბნება ის თავის მეგზურს, პანსას. მერწმუნე ჩემო მეგობარო, ყოვლად მოწყალე ღმერთი, ეს არის დონ კიხოტის სიტყვები. შეხედეთ, როგორ ეთანადება იმ აზრს, რომელიც ჩვენ ამოვიკითხეთ ამ ტექსტში. ყოვლად მოწყალე ღმერთი, ამბობს დონ კიხოტი, რომელიც ჰაერის ყოღობუზების, ჭიის მატლების და წყლის თავკომბალებისთვის ზრუნავს, კეთილთა და ბოროტთა ზედა ერთნაირად აწვიმებს, მართალთა და ცოდვილთა ზედა მზის სხივებს თანაბრად ჰფენს, ის ღმერთი მით უმეტესად ჩვენც არ დაგვტოვებს. მისი წმინდა სახელის სადიდებლად მებრძოლთა. ეს აზრი არის თუ არა? დონ კიხოტი ეუბნება პანსას, შეხედე ღმერთი, რომელიც ზრუნავს რაღაც მატლზე, რომელიც ზრუნავს და მზეს, წვიმას არ აკლებს, ბოროტებს და კეთილებს, თუ არ იზრუნებს ჩვენზე, რომლებსაც გვსურს მისი სახელის განდიდება. რა უპასუხა პანსამ? ღმერთმანი, თქვენ ქადაგებლობა უფრო შეგეფერებოდათ, ვიდრე მოგზაური რაინდობა. მართლაც ასია. ის პირდაპირ აფრქვევს სახარებისეულ სიბრძნეს, როცა კითხულობ მის სიტყვებს. აი რა თქვა იესო ქრისტემ. იესო ქრისტემ თქვა, ნუ გეშინიათ. იმიტომ რომ თქვენმა ზეციერმა მამამ იცის ყველა თქვენი საზრუნავი. ის ამბობს, შეხედეთ შროშანებს, შეხედეთ ველის ბალახებს. დღეს არიან, ხვალ არ არიან, შეხედეთ ღმერთი როგორ მოსავს მათ. შეხედეთ ცის ფრინველთ. ეს დიდი ღმერთი როგორ კვებავს მათ, არ მუშაობენ, საწყობები არ გააჩნიათ, მაგრამ საჭმელს არ აკლებს მათ, მით უმეტეს თქვენ. ამიტომ ეძებეთ უპირველეს ყოვლისა ცათასას უფეველი. ეძებეთ უპირველეს ყოვლისა ღმერთი, ეძებეთ უპირველეს ყოვლისა ის, რაც ღმერთს ესათნოება. დააყენეთ ღვთის ინტერესები ყველა ინტერესზე უფრო მაღლა. და ეს სხვა დანარჩენი, საჭმელი, სასმელი და სხვა რამ, ანუ დროებითი, სასრული, მიწიერი, ხორციელი, რაც აგრეთვე ღვთისაგან არის. არ იფიქროთ, რომ ეს ღვთისაგან არ არის. მაგრამ ქრისტე გვთავაზობს, დავფიქრდეთ და რწმენით განვიმსჭვალოთ. აღვივსოთ რწმენით. რის რწმენით, რომ თუ ღმერთი არის დიდი საქმეების ღმერთი, ის პატარა საქმეების ღმერთიც არის. ეს ყველაფერი ამბობს ქრისტე, შეგემატება თქვენ. მოგეცემა თქვენ როგორც საჩუქარი. იმიტომ რომ ღმერთი ზრუნავს. როგორც დონ კიხოტი ეუბნება, ღმერთი ზრუნავს მატლზეც. მატლი რაღაა ხალხო, გეკითხებით. თუ თქვენ მატლზე ძვირფასი არ ხართ. მატლზე ძვირფასი აღარა ვართ? ღმერთი არის დიდი საქმეების ღმერთი. როგორც ხო გახსოვთ? ოთარანთქვრივი, რას ამბობდა? მე ღმერთს არ შევაწუხებ წვრილმანებზე. ღმერთი არის დიდი საქმეების ღმერთი. ღმერთი, რომელიც ქმნის, ღმერთს, რომელსაც აქვს დიდი პროექტები, აგრეთვე ღმერთს აქვს ინტერესი ადამიანის მიმართ. იესომ თქვა, არაფერი არ დაიკარგება თქვენგან.
ნუ გეშინიათ იმის, ვისაც შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ თქვენი სხეულის განადგურება, გეშინოდეთ იმის, ვისაც აქვს ძალაუფლება თქვენ სხეულზე და თქვენ სულზე. იესო ამბობს განა პატარა ბეღურა არ იყიდება ბაზარზე და არც ერთი მათგანი არ ჩამოვარდნილა თქვენი ზეციერი მამის ნების გარეშე. თურმე ღმერთი ყოფილა ღმერთი არა მარტო ანგელოსების, არამედ ბეღურების. მე მგონი ჩვენ საგალობელიც გვაქვს ლუკა, ხო? ღმერთი ზრუნავს ბეღურებს. თუ არ ვწდები, არის ხო? შეგიძლიათ ეხლა წაიმღეროთ, ხო? მოდი დავფიქრდეთ ამაზე. მოდი დავფიქრდეთ ამ ტექსტში რას აკეთებს ღმერთი. დიახ, თქვენ ღმერთის სახელს არ კითხულობთ აქ, ვერ კითხულობთ, ღმერთი პირდაპირ არ არის, მაგრამ არის თუ არა ღმერთი? ღმერთი კულისებში კი არ არის. ღმერთი პირდაპირ ეპიცენტრშია. ღმერთი არის აქ მთავარი მოქმედი პირი. რა შვება ღმერთი? ისინი წავიდნენ სახლის ასაშენებლად. კაცს ჰქონდა ნათხოვარი ნივთი, დაეკარგა მას ეს ნივთი. იზრუნა თუ არა ღმერთმა ამ კაცზე? იზრუნა. დააბრუნა თუ არა? დაუბრუნა თუ არა ღმერთმა სასწაულებრივად ეს ნივთი ამ კაცს? დაუბრუნა. რა საქმე ჰქონდა ღმერთს სულთან, როდესაც მას საქმე აქვს მთავარ ანგელოზებთან? ჩვენ არ უნდა გავხდეთ მიუწვდომელები ერთმანეთის მიმართ. ღმერთი არის ძალიან მიწვდომადი, უშუალო. ის არა მარტო მთავარ ანგელოზებთან ურთიერთობს, ის ურთიერთობს უბრალო ადამიანებთან. მას არა მარტო ანაღვლებს სამყაროს ბედი, ჩვენ ვფიქრობთ, როდის დამთავრდება ეს სამყარო, როდის მოვა ანტიქრისტე, ქრისტე და ასე შემდეგ. თურმე ღმერთი ზრუნავს დაკარგულ ნივთებზე. თანაც პრაქტიკულად ის ვეღარასოდეს ვეღარ ამოიღებდა იორდანედან ამ ნივთს. და შეხედეთ, როგორ განცდაში აღმოჩნდა. უბრალოდ შეხედეთ, ერთ წინადადებაში არის მოქცეული მისი წუხელი. ვაი ბატონო, ნათხოვარი იყო. ვაი ბატონო. მიეცა ვაისა და უის. მესამე. ჩვენ წავიკითხეთ ეს ტექსტი ანთროპოცენტრულად, ანუ რას ამბობს, რას გვასწავლის ჩვენთან მიმართებაში, ჩვენ საქციელებთან მიმართებაში, ჩვენ წავიკითხეთ ეს ტექსტი თეოცენტრულად, ანუ რას გვასწავლის ეს ტექსტი ღვთის შესახებ, ღვთის საქმეების შესახებ და აღმოვაჩინეთ, რომ ღმერთი არის არა მარტო დიდი საქმეების ღმერთი, მრავალი ადამიანის გადამრჩენელი ღმერთი, არამედ წვრილმანების ღმერთი, რომელსაც აინტერესებს ყველაფერი ჩვენს და იცის ყველაფერი. დავითი ამბობს წევარ შენიცი, დგები შენიცი, ვისვენებ შენიცი, დავდივარ შენიცი, სად უნდა დაგემალო? ჯოჯოხეთში ჩავდივარ, იქაც შენ ხარ ჩემთან. მაგრამ რას ამბობს ეს ტექსტი ქრისტეზე და გამოსყიდვაზე? არის თუ არა ამ ტექსტში ქრისტე ნახსენები? არის თუ არა ამ ტექსტში საერთოდ ქრისტე და ჯვარცმა ნახსენები? არა. ლაპარაკობს თუ არა ეს ტექსტი ქრისტეზე და ჯვარცმაზე? კი. ათასჯერ კი. სად? სათვალეები გავიკეთოთ. ზოგჯერ ვკითხულობთ და ვერ ვხედავთ. რაც დასაწყისში თქვით, გავიხსენოთ. ყველაფერი რაც დაწერილია, რისთვის არის დაწერილი? ჩვენს სასწავლებლად. და შემდეგ აგრძელებს წმინდა პავლე მოციქული ამ სიტყვებს. სასწავლებლად მთავარი რა არის მაინც ღვთისთვის? კი, ღმერთი ზრუნავს დაკარგულ ნივთზე, ცულზე, რკინაზე, ჯანმრთელობაზე, სამსახურზე, განათლებაზე, მეუღლეზე, ბავშვებზე, დღეგრძელებაზე. კარგით, ეს ყველაფერი არის ღვთის კურთხევები და სიკეთეები, ამაზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ ეს მთავარი არ არის. აი აქცენტის გაკეთება ამაზე და მუდმივად ლაპარაკი სასწაულებზე, ჯანმრთელობაზე, წარმატებაზე, სამსახურზე, განათლებაზე, ეს არის გადაცდომა. ეს არის გადაცდომა, არასწორი აქცენტის გაკეთება. როდესაც სასრულ, მიწიერ, ხორციელ დროებით კურთხევაზე და სიკეთეზე მეტი აქცენტია, ხოლო იმაზე, რაც მარადიულია, რაც ყოველთვის რჩება, რაც უმთავრესია, ნაკლები აქცენტი, ეს უკვე გადაცდომა. მაგრამ ეს არის ძალიან შეპარული გადაცდომა. იმიტომ რომ თითქოს ვერ მოედავები, თუ ეს ღვთის კურთხევები არა, თუ ღმერთს ეს არ უნდა, რა თქმა უნდა და ეს ტექსტი გვიმოწმებს, რომ უნდა, ღმერთი ზრუნავს რაღაც სულზე.
რაღაც ერთ უბრალოდ სულზე. მაგრამ განა ეს არის მთავარი საზრუნავი ღმერთისა. რა არის ღმერთის მთავარი საზრუნავი? უფრო მეტი ვიდრე კარგი მეუღლე ყავდეს, უფრო მეტი ვიდრე დიდხანს იცხოვრო, უფრო მეტი ვიდრე კარგი ჯანმრთელობა ქონდეს, უფრო მეტი ვიდრე კარგი განათლება ქონდეს, უფრო მეტი ვიდრე კარიერას მიაღწიო, უფრო მეტი ვიდრე კარგი მსახური იყო, უფრო მეტი, ყველაფერი ჩამოთვალეთ, რაც კი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ამ მიწაზე. ყველაფერი მაინც არის სასრული, დროებითი. და ჩვენ ვსვამთ შეკითხვას, მე მინდა ეს, რატომ გინდა ეს? მე მინდა ვიყო პასტორი. რატომ გინდა იყო პასტორი? იმიტომ რომ პასტორობა გამამდიდრებს. ხო, კარგი მოტივია. მე მინდა მოვიყვანო ცოლი, ან მე მინდა მოვიყვანო ქმარი, ან მინდა გავთხოვდი, ან მინდა დავოჯახდე. შეკითხვა, რატომ გინდა ეს? თითქოს კითხვა მარტივია, მაგრამ პასუხი ხო შეიძლება ბევრი იყოს. არ ვიცი რატომ მინდა, იმიტომ რომ ყველას ასე უნდა. რატომ უნდა ყველას ასე? შეკითხვა განსაზღვროს. მაგრამ თუ ვინმე იტყვის, იმიტომ მინდა ვიყო პასტორი, ან იმიტომ მინდა დავქორწინდე, ან იმიტომ მინდა გავხდე ექიმი, ქირურგი, ან იმიტომ მინდა გავხდე ნებისმიერი სპეციალობის, რომ მაქვს მიზანი. რა მიზანია ეს? მიზანი შეიძლება იყოს ბევრი, მაგრამ არის ერთი გამორჩეული მიზანი, იმიტომ რომ მინდა ამით ღმერთი განვადიდო. როგორ მოგწონთ ეს მიზანი? ეს არის ერთადერთი ღვთისათვის მოსაწონი საკმარისი მიზანი. იცით, თუ ასეთ კითხვას დავსვამთ, ან დაუსვამთ ჩვენს თავებს და ჩვენს მოქმედებებს ხშირად, ეს შეკითხვა დაგვიცავს ჩვენ სხვადასხვა ქმედებებისგან. მე მინდა დავიწყო მუშაობა ამ ადგილას. რატომ გინდა დაიწყო მუშაობა ამ ადგილას? რამდენად სასარგებლოა ეს შენთვის? მე მინდა მქონდეს დიდი ფული. რატომ გინდა მქონდეს დიდი ფული? მე მინდა ვიყო ჯანმრთელი. რატომ გინდა იყო ჯანმრთელი? რატომ? რატომ კარგია ჯანმრთელობა, გასაგებია, მაგრამ რატო არის კარგი ჯანმრთელობა? იმიტომ რომ მინდა რომ ვემსახურო ჩემს უფალს. როგორ მოგწონთ ეს მიზანი? რაზე ვსაუბრობთ? ჩვენ ვსაუბრობთ გამიჯვნაზე. რის გამიჯვნაზე? მთავრისა მეორე ხარისხოვნისგან. არ შეიძლება აქცენტი გააკეთო იმაზე, რაც მეორადია და დაივიწყო ის, რაც პირველადია. და რა არის პირველადი? რაზე ზრუნავს ღმერთი ყველაზე უფრო? რატომ მივყავართ ამ ტექსტს ჯვარამდე? რატომ მივყავართ ამ ტექსტს ქრისტემდე? ჯვრამდე, ქრისტემდე და ქრისტეში გამოსყიდვამდე. იმიტომ რომ თუ ღმერთი ზრუნავს ისეთ უმნიშვნელო რამეებზე, როგორიც არის დაკარგული ნივთი და ცული, რა თქმა უნდა, მან იზრუნა უფრო მნიშვნელოვანზე, რომელიც არის ჩვენი სული. იმიტომ რომ ქრისტემ თავად თქვა წმინდა მათეს სახარებაში, სული უფრო დიდია ვიდრე ხორცი. გახსოვთ ეს სიტყვები? ნუ ზრუნავთ რა ჭამოთ ან რა სვათ, იმიტომ რომ სული უფრო დიდია ვიდრე ხორცი. არ არის ეს ჩემი სიტყვები. მესმის ხორცი უფრო ახლოსაა შეიძლება, უფრო ვხედავთ, უფრო ვყნოსავთ, უფრო ვგრძნობთ მას, შესაძლებელია, უფრო ვართ დაინტერესებული, რომ კარგად იყოს, კარგად ჭამოს, კარგად ჩაიცვას. იცხოვრო, ჯანმრთელი იყოს, მაგრამ იესომ თქვა, სული უფრო მნიშვნელოვანია, მან თქვა, ნუ გეშინიათ, ვისაც შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ სხეულის განადგურება. მაგრამ იფიქრეთ იმაზე, ვისაც აქვს ძალაუფლება სხეულზე და სულზე, ეს არის მნიშვნელოვანიო. თუ ღმერთი ზრუნავს დაკარგულ ნივთზე და სულზე წყალში დაკარგულზე, მან იზრუნა ჩვენ სულზე და რა გააკეთა? საკუთარი ძე გასცა ჩვენს გადასარჩენად. პირდაპირ მივედით ქრისტესთან, მივედით ჯვართან, მივედით გამოსყიდვასთან. ღმერთო, თუ შენ იზრუნე რაღაც ერთ პატარა სულზე, რომ დახმარებოდი ადამიანს, იმისათვის რომ გამოგეყვანა ადამიანი პრობლემიდან. ალბათ იმ კაცის თავში უკვე აზრები იყო, რა უთხრა პატრონს, წავიღე შენი სული და დამეკარგა. ხო მეტყვის, რატომ არ მოუფრთხილდი? იცით, ქართული გამონათქვამია, ცუდი გამფრთხილებელი ქურდზე ვარესიაო. გახსოვთ ხო არა? რაღაცას რომ მიანდობ ან ათხოვებ და არ გაუფრთხილდება, ქურდზე ვარესიაო, იმიტომ რომ ორმაგად, სამმაგად უნდა გაუფრთხილდეს, იმიტომ რომ მისი არ არის. ალბათ მის თავში წარმოიშვა იდეა, რა გავაკეთო ეხა? დიდარი მიარა ვარ. სული დავკარგე. რას მეტყვის, როგორ მოვიქცე? და ღმერთმა როგორი ნუგეში მისცა, გამოიყვანა ამ მდგომარეობიდან.
ძმებოდადებო, გესმით, ღმერთმა გამოიყვანა ამ მდგომარეობიდან და ღმერთმა იზრუნა უფრო მეტი ჩვენზე, რომ ცოდვილი მდგომარეობიდან გამოვიყვანეთ ჩვენ. და რა გააკეთა მან ამისათვის? მან გააკეთა ამისათვის ის, რაც არის ზებუნებრივი. მოусმინეთ წმინდა ამბროს მედიოლანელს, ეკლესიის ერთ-ერთ უდიდეს მამას. აი რას ამბობს ის თავის ერთ-ერთ თხზულებაში საიდუმლოთა შესახებ. ასე ქვია მის ამ თხზულებას. აი ამ ადგილს, აი ამ ფრაგმენტს უკეთებს განმარტებას და ამბობს. ჩვენ ზუსტად ვიცით, ამბობს წმინდა ამბროსი, რომ ეს მოხდა, ანუ სასწაულებრივი დაბრუნება ცულისა, რომ ეს მოხდა ბუნებაზე აღმატებულად, ანუ ბუნების ძალებზე აღმატებულად, არაბუნებრივად, ზებუნებრივად. რატომ? წმინდა ამბროსი ამბობს, იმიტომ რომ რკინა მძიმეა წყალზე. მაგრამ ამ ტექსტში ჩვენ ვხედავთ, რომ რკინა ამოტივტივდა მაღლა. ეს ბუნებრივია თუ არა გეკითხებით? რომელი ფიზიკის კანონით ამიხსნით ამას, რომ ჩაძირული რკინა მაღლა ამოვიდეს? პირიქით, რკინა უნდა ჩავიდეს ქვემოთ. მაგრამ აქ რკინა ამოდის მაღლა, ეს არის სასწაული. ეს ტექსტი სასწაულის შესახებ არის. სასწაული მოახდინა ღმერთმა რაღაც დაკარგულ ნივთთან დაკავშირებით. მაგრამ ღმერთმა ყველაზე დიდი სასწაული მოახდინა სასწაულთა შორის. და რა არის ეს ყველაზე დიდი სასწაული? გავიხსენოთ, მე მგონი წინა კვირას თქვით, ხო? წმინდა იოანე ოქროპირის საუცხოო სიტყვები ქრისტეს სასწაულის შესახებ. როცა ის ამბობს, თუ ვინმე შემეკითხება ქრისტეს სასწაულის შესახებო, თუ ვინმე შემეკითხება, წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, გამოვტოვებ ცას, გამოვტოვებ მიწას, გამოვტოვებ ზღვას, გამოვტოვებ კუდრების აღდგომას, გამოვტოვებ სხვა დანარჩენ სასწაულს, რაც ქრისტემ გააკეთა პურების გამრავლება, წყლის ღვინოდ გადაქცევა და მიუთითებ მხოლოდ ერთზე, ცულის გადარჩენაზე. არა, ერთზე, ჯვარზე. და შემდეგ წმინდა იოანე ოქროპირი საუცხო სიტყვებით აგვირგვინებს თავის არს, იმიტომ რომ ჯვარი ყველაზე უფრო დიდებულია. რას ამბობს წმინდა ამბროსი, დაუბრუნდეთ მის განმარტებას, ის ამბობს, რომ შეხედეთ, ეს რაც მოხდა არის ზებუნებრივი. ამგვარად ამბობს, ჩვენ ვხედავთ, რომ ღვთის მადლი მოქმედებს ბუნებრივ მოქმედებაზე აღმატებულად. ანუ ღვთის მადლი არის სასწაული. ის არის არაბუნებრივი, ის არის ზებუნებრივი. აი ასე მოქმედებს ღვთის მადლი. ღვთის მადლს შეუძლია ისეთი კაცის გადარჩენა, როგორიც იყო სავლე. ღვთის მადლს შეუძლია ნებისმიერი ცოდვისგან ადამიანის გათავისუფლება. ღვთის მადლს შეუძლია ნარკომანი გადააქციოს აბსოლუტურად თავისუფალ ადამიანად. ღვთის მადლს შეუძლია მემრუშე გახადოს ოჯახის ადამიანად. ღვთის მადლს შეუძლია მატყუარა გახადოს მართლის მთქმელად. ღვთის მადლს შეუძლია მპარავი გადააქციოს შრომელ ადამიანად. და ამას ყველაფერს აკეთებს მადლი. ის მადლი, რომელმაც სული რკინა ჩაძირული წყალში სასწაულებრივად ამოატივტივა. იმიტომ რომ, როგორც წმინდა ამბროსი გვასწავლის, ჩვენ აქ უნდა დავინახოთ ღვთის მადლის მოქმედება. განა მადლი არ იყო ღვთის ამ კაცის მიმართ, რომელსაც დაეკარგა ნივთი. არ იყო მადლი ღვთისა. რა არის მადლი? მადლი ეს არის ღვთის კეთილგანწყობა ადამიანის მიმართ, რომელიც ამას არ იმსახურებს. რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩვენი ცოდვა, რაც არ უნდა ჩაიძიროს ჩვენი ცოდვა იორდანის სიღრმეში, ერთ პატარა ნაფოც ხის ჯვარ შეუძლია გამოგვისყიდოს ჩვენ ამ ცოდვის სიმძიმისგან. მოიზიდოს ეს ცოდვა, მოიზიდოს ეს სიმძიმე. ეს სასწაულია. ისევე როგორც ხემ მიიზიდა რკინა, ასევე ქრისტეს ჯვარი მიიზიდავს ყველა ჩვენს ცოდვას მაგნიტივით და გვათავისუფლებს ამ ცოდვებისგან. შეხედეთ ამ სასწაულს. შეხედეთ ამ სასწაულს ჯვრის პერსპექტივით. პირველ წერილში კორინთელთა მიმართ წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, ღმერთმა აიძულა რკინა ამოტივტივებულიყო წყლიდან
პატარა ხის საშუალებით. ასევე მან აღადგინა სამყარო ჯვრის საშუალებით. როგორ უყვარდა წმინდა ოქროპირის ჯვარი? იმიტომ რომ ის მასში ხედავდა თავის გადარჩენას და კაცობრიობის გადარჩენას. წმინდა პავლე მოციქული ამბობს, არაფრით მინდა დავიქადო. არაფრით მინდა დავიქადო გარდა ჯვრისა. არ ჩემი წარმოშობის, არ ჩემი გვარიშვილობის, არ ჩემი სიმდიდრის, განათლების, ერთადერთი ჯვრის. ჯვრით მინდა. ის ამბობს, მე მოვედი თქვენთან, როგორც არაფრის მცოდნე, მხოლოდ ჯვრის მცოდნე. რატომ? იმიტომ რომ სიტყვა ჯვრის შესახებ არის ძალა. ძალა გადასარჩენად. დია განსაკურნებლადაც, მაგრამ უპირველეს ყოვლისა სული საცხონებლად. დავასრულოთ. და ვეზიაროთ წმინდა ზიარებით. ჩვენ დღეს წავიკითხეთ ტექსტი. საიდანაც ხშირად არ ქადაგებენ. როდესმე მოგისმენიათ ქადაგება ამ ტექსტიდან? გულწრფელად. ხშირად ქადაგებენ განა ასეთ ტექსტებიდან. იმიტომ რომ აქ აშკარად არ არის ღმერთი, აშკარად არ არის ქრისტე. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ უცნაურობისა, ამ ტექსტში ჩვენ ხედავთ ღვთის მადლის საუცხოო მოქმედებას. ღმერთი ზრუნავს. ის გვაძლევს სიბრძნეს როგორ ვიმოქმედოთ, ის ზრუნავს ჩვენს დიდ საქმეებზე და პატარა საქმეებზე და მან იზრუნა ჩვენი სულის გადასარჩენად. იზრუნა იმით, რომ საკუთარი ძე ჩვენ ნაცვლად ჯვარს მიალურსნა. ვევედროთ ღმერთს და ვთხოვოთ ცოდვების შენდობა.